ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული რა. ეს სფეროც უნდა გაუაზრო კაცს, რომ ჩვენ ამისკენ მიდრეკილები ვართ. ისე კი არ არის, რომ იმდენი რაღაცა გო გიორგი გამოსასწორებელი, საერთოდ მართლმადიდებლობა რა არის? ბევრჯერ მithქვამს, რომ ეს არის გამოსწორების რელიგია. რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ უფალმა იმისთვის გაგაჩინა, რომ გახდე უკეთესი. დაემსგავსო შემოქმედ სამყაროს, რომლის სახე და ხატადაც შეიქმნება. მთავარი იდეა ეს არის, მაგრამ ყველაზე რთული ამოცანა ეგ არის, ებრძვი გამძვინვარებულ მხედს, რასაც საკუთარი მე ქვია. და რამდენი მიმართულებით ებრძვი, ხო? თუნდაც ეკლესიის წიაღში. ეკლესიის წიაღში ხდება ბრძოლა თორე ხა ეკლესიის გარეთ ვინც არის? ვინ იგზავს ახლა რა, ახლა. მეტი საქმე არ აქვს რა, იმას კარგი ჩააცვი და აახურე, ამოგზაურე, ასიამონე და ეგ არის, ამაზე დავიდე ხა რა, ძირითადად ადამიანთა ცხოვრება რა და ახლა პრიმიტიული წარმოადგენს სიამონების მონა გახდა რა საბოლოო ჯამში. მაგრამ ვინც ამ გზას შეუდგება, აქაც როგორი რთულია, აი ეგეთ რაშია, საკუთარ თავის გამომიდა ცხონების გზა ეს არის. ღმერთთან დაახლოების გზა ეს არის, რომ ღმერთს უნდა რომ გახდე უკეთესი, მაგრამ რა რთულია რა ეს ყველაფერი და ეს უკეთესობა რა გულისხმობს იმასაც. აი რაც თქვით ახლა რა. უხარია ხშირად ადამიანს სხვისი ცუდია რა. და კარგი პირიქით იმდენად შურიანები გახდნენ კიდე და ისეთი შურიანია რომ არ ამჟღავნებს, მაგრამ ყველაფერი შურს რა, მე ესე ვიტყოდი რა თითქოს. პირველ კითხვასთან მივედი, ისეთი ლამაზი საუბრიდან გამომდინარე თქვენი, რა თქმა უნდა, რომ როგორ გაუგოთ მამაო, აი თუნდაც იმ ადამიანებს, აი იყოს ეკლესიის წიაღში, იყოს ის ადამიანი, ვისაც შეცდომები მოსდის, უშეცდომო არავინ არ არის. იყოს ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს და რაღაცნაირად სხვებმა დაინახონ, რაღაცნაირად არ იყოს მარტო, ხო? და თუნდაც აშავებდეს, იცოდეს, რომ მოიხედება, მარტო არ დარჩება და თქვენ გვერდით ყავხართ. აი ეს როგორ ვიყოთ, მამაო, იმიტომ აი მართლაც ეს თემა მაგიტომ დავიწყე, რომ ეს კითხვა დამესვა, რა გეფიცებით ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანი მაინც მარტოა ის ლექსი რო არის რა. აი მართლა ადამიანი გამოიხედები და იდეალური ვერ იქნები. არ არსებობს, არ დამისახელოთ ადამიანი, ვინც იდეალურია, გამორიცხული. მაგრამ რო საშუალება რო გეძლევა იმისა, რომ ადამიანები შანსს გაძლევენ, რომ იცხოვრო ის და გააგრძელო ცხოვრება. აი ამ შემთხვევაში მამაო ეკლესიურზე მაქვს აქ ლაპარაკი, არა ეკლესიურზეც, იმ ადამიანზე, ვისაც უნდა რომ სიტყვაზე არ იყოს მარტო. აი ამ შემთხვევაში შეიძლება დაიძახო და მარტო დარჩე რა. თუ შეიძლება მამაო, აი რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ თან ეს თუ გამოგეპარა, მე შენც ხო გეხდება სამოგე, როდესღაც შენც დაიძახები და შენც დარჩები სადღაც მარტო და მად მიხვდები, რომ აი თუ მიხვდი კიდე ღვთისწყალობა არის, რომ აი ნახე იმას რო ჭირდებოდი, ან ის რო არ მივიღე. ესეთი, აი მე იგივე დამემართა და თურმე რა გამიშავებია. აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ვქნათ? ნუ საერთოდ რა არის, მე მახსენდება ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარია და ესეთი შემდგარი ბერია რა, საღად მოაზროვნე, უპეცლებია იქ არის და ესეთი რამ მითხრა, იცი რომ ერთ რამეს მიხვდიო რა, ჩემი ბერული ცხოვრების მანძილზეო, რომ მე თუ ადამიანი არ შევიწყნარე, უფალი არ შემიწყნარებს. ეს როგორი ის იყო, ეს სიბრძნე ახლა. აი ცხოვრება რო გამოგიკვეთავს, არა სხვა სიბრძნეა და სხვა არა ეხა წიგში რო ამოიკითხავს. ამას კიდე სხვა დამაჯერებლობა და სხვა ხიბლი აქვს რა. ეს ფრაზა სულ მახსენდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის შეწყნარება, სამწუხაროდ სასულიერო პირებიც უშვებენ ამ კუთხით შეცდომას, მე ესე ვიტყოდი. მაგრამ მეორე მხრივ როგორ გითხრათ, იცი, ეხა აი ძალადობაც არ შეიძლება რა, აი მაინც კი არ რეალისტიც უნდა, ყოველთვის რეალისტი უნდა იყო, იმიტომ არის რაღაცა დანაშაული, რომელსაც აი უჭირს ადამიანს, რომ სხვა საპატიოს, აი შენ რო იძალადო, მაგალითად უღალატა, ხო? აი რაც არ უნდა უთხრა, ხო? არ გამოსდის. ან კიდე აი პატიების მომენტი. ხო, არ გავა ეს რა მაგარი რაღაცა ის, დიახ. არ გამოდის, ეხა მიდი და იძალადე, პირიქით, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ძალიან ესეთი დახვეწილი უნდა იყო. აი შინაგანი პატიება, ჩვენ გვისაუბრია აქ. შინაგანი პატიება ხშირად როგორ უწირს, გაიგე? და როდესაც მეკითხები, აი ავქნათ, აი შინაგანად მიჭირს, არა მე მესმის და სხვათა შორის
ერთი პერიოდი აი რაღაც მომიწია ამ თემაზე საუბარი ერთ-ერთ კონფერენციაზე და თქვი რომ ეს არ არის ნებელობითი აქტი, გაიგე, მოინდომო და აპატიო შინაგანად. ამდენჯერ ყოფილა შენ უძლურებას ცნო, მაგრამ არის ესეთი გამონადი ღმერთს უყავს გულწრფელები. როცა გულწრფელად უფალთან ეუბნები რომ იცი რა უფალო, მე მინდა ვაპატიო შინაგანად, მაგრამ არ გამომდის, მე რადრა თუ გიან ხშირად მოდის ეს პატიების მომენტი, მაგრამ შენ რო ადამიანს დააძალო გინდა თუ რა შინაგანად აპატია, ეს ხელოვნური გამოვა და იძალად. პირადად ჩემ ცხოვრებაში უკვე სასულიერო პირობაში ყოფილა რომ ადამიანს რო უწყენინებია, ზოგჯერ თვეები დამჭიროებია რომ შინაგანად მოპატიებია, გაიგეთ რა შეესაბამება. ხო და ამიტომაც აი ეს ყველაფერი არის გადაჯაჭვული, არის რაღაცა კატეგორია დანაშაულისა, როდესაც უკვე ცივდება ადამიანი, აღარ უნდა რა მასთან ურთიერთობა. მეუბნები ხა გამარჯვებას ნუ დაამადლი, მაგრამ აღარ მინდა და მორჩა გათხოვდა. მინდა იძალად, გაიგეთ. მაგრამ არის საკმარისად დიდი სფერო, სადაც იგივე ხა რომელი განიკითხეთ, ხო? სხვას რო აკრიტიკებ, არა, იგივე ცოტვაში ხშირად ის ადამიანი ვარდება, რა. ასე რომ აი როგორ გითხრათ, იცი, ყველა შემთხვევას უნდა განხილვა, მაგრამ აი ზედმეტი გადამლაშებაც აი სულიერების კუთხით, ამ კუთხით მე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ კიდევ მეორე შეიძლება ადამიანს პათეტიურად მოუწოდო და მართლა სულიერი იყოს ის, მაგრამ აიტანს კი ეს. გაიგეთ რა შეასაქმე. ეხლა ვერ აიტანს, შეიძლება 2-3 წლის შემდეგ აიტანოს თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ არ ვიცი ამდენ გასაგებად ძალიან კარგი, მაგრამ კიდევ მეორე ღრმა ანალიზი და სიფრთხილეა საჭირო, რომ თუნდაც სულიერი კუთხით განვითარების თვალსაზრისით ადამიანზე ზედმეტად არ იძალოდო, იმიტომ რომ უბრალოდ ის ამას ვერ შეძლებს. დიახ. აი მამო წეგან ახსენე თქვენ აი ბოლო 10 წუთი დარჩა და ისა რა ქვია თქვით რომ როცა აღარ უნდა ურთიერთობა ადამიანს და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ყველა ურთიერთობა ცვდება მამაო რა. ხანახან აი ყოფილა ხოლმე რომ აი მეუღლეებს შორისაც ხდება და ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც დროის მერე ცვდება ურთიერთობა, ძველდება და რაღაცა ახალს ინოვატორი ადამიანის ტვინის სამწუხაროდ ჩვენდა და ხდება ხოლმე ეს რომ რაღაცა სხვა გინდა, ახალი გინდა, გადართვა გინდა, გადმორთვა გინდა. მე გიხა ცალკე პრობლემა ამათი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა მოიქცეს? აი ზოგ ადამიანს სხვა შანსი არ აქვს. და აი იმ ადამიანს კიდე ვინც უნდა იმას კიდე არ უნდა ხომ. აი ამ შემთხვევაში აი როგორ უნდა მოიქცეს ეს საზომი? ნუ რაღაც ალბათ დასაწყისში თორე მე ყველაფერს გადაალახინოს ადამიანს, მაგრამ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს? ხო, ნუ შეიძლება ანუ არ დაიჭიროს რაღაცა, მაგრამ კითხავთ რა თქვენ აი ძალიან ბევრს აინტერესებს ალბათ ეს პასუხი, მამო, იმიტომ რომ შეიძლება ხდება ხოლმე, აი ძალიან კარგი ვიყავი ალბათო, რომ ესეთი ცუდი გავხდიო რა, ხდება ხოლმე, რომ ანუ ისა რა ქვია, ზედმეტად კარგი იყავი ალბათო, რომ დღეს მათთვის ცუდი ხარო რა, უთქვამთ კიდევაც, აი ესეთი დამოკიდებულების შემდეგ რა, ერთმანეთს აი სულ აქებენ, რაღაცა კარგია და უცოტ ადამიანი ხდება ცუდი. ერთ პატარა დღეს რაღაცა გათენდება და რაღაცა აი ამ შემთხვევაში და იცვლება ხოლმე, აღარ უნდა ურთიერთობა, ეს მომენტი, მამო. და აი თუ შეიძლება თუ გეტყვით, აი ბოლო კითხვა იქნება ეს ამ ხო, ნუ საერთოდ ახლა სწორი აღნიშნეთ, რომ ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ცდება ურთიერთობები, მე ესე ვიტყოდი რა. მე ნუ მანდაც ბევრი ნიუანსია, ზოგჯერ ადამიანს ზედმეტად აიდეალებ, გაიგე, მე ახლოს რო ეცნობი, მე ის ნაკლოვანებებს ხედავ. მე ასე ვთქვათ, გწყინდება უფრო ახალ შტაბაჭილებებს ეძებ. ასე არის აი მაგალითად როდესაც რაღაცა მოწონების სიყვარულის განცდა არის, მე ესე ვიტყოდი რა. ოჯახურ ცხოვრებაში ეს დიდი ბომბი აქვს ჩადებული, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი მამაკაცი მერე სხვა ქალისკენ იხედება ხოლმე წლების შემდეგ და აქაც ქრისტიანული ფარი გჭირდება, რომ ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლო და ოჯახური ერთგულება ასე ვთქვათ შეინარჩუნო. ასე რომ აქ ეს ბოროტი ძალა დიდი ფსიქოლოგია და ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ ნიუანსს იყენებს და გირთყავს ისე. მე ესე ვიტყოდი რა, ხო და ასე რომ როგორ გითხრათ რა, აქაც ბევრი ნიუანსია რა. ზოგჯერ კიდევ მეორებ, რომ ადამიანს უფრო იდეალურად წარმოვიდგენთ, ვიდრე არის და მე უკვე როდესაც მის რეალურ სახეს ხედავთ არა, მე განხიბნის მომენტი ხდება და მე შეიძლება დაუნდობელი გავხდეთ, ასე ვთქვათ, მის მიმართ. მე კიდევ მეორებ მისი ეს რაღაცნაირად მიმზიდველობა ახალი რომ არის, ჩვენთვის შთამბეჭდავი იყოს და მე უკვე რომ ეცნობი, მე უკვე ინდა რომ ახალ ადამიანს გაეცნო და ახალი შთამბეჭდილება შემოვიდეს და ასე შემდეგ და
ну ეს ერთი კუთხით გასაგებიც არის. მე იცი რა არის ალბათ პიროვნებასაც გააჩნია, ხა მაგალითად კლასიკურ ნაწარმოებზე ამბობენ და რომ მუდმივად იბადება ახლებურად. არის ადამიანები, რომელსაც ვერ ამოწურავ, ესე ვიტყოდი. იმდენად რაღაცა სხვა მუხტისმატარებლები არიან ისინი. ხო და აქაც კიდევ მეორებ რა, რაღაც ღრმა ანალიზია საჭირო, ყველა შემთხვევა უნდა განვიხილოთ, რომ კონკრეტული სწორი პასუხი გითხრათ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ძირითადად მაინც არ დავკარგოთ, ხო ერთმანეთ, ხო კარგი იქნება და გაუთხილეთ, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში მამაო, ვინც შენ გინდა ის ადამიანი შეიძლება ვინც შენთვის არის ყველაზე საჭირო, იმ ადამიანს მიუბრუნდე და სხვას ეძებდე და ამ დროს ის დაკარგო, რაც მართლა შენთვის არის საჭირო და თან მე სამაგიეროს გადახდის პრინციპი ამასაც მოსდევს ხოლმე. ზადლე და მთილის არ იყოს, სულ ყოველთვის სამაგიეროები ეხდებათ ხოლმე, ამასაც მოსდევს ხოლმე, თვითონაც მწარდებიან ხოლმე, მე გარკვეული წლების მერე თვითონაც უფასურდებიან ვიღაცების თვალში და ანუ რაღაცნაირად არ გააღმერთო წავას პრინციპი არის ხოლმე აქ და ცუდი არის ხო და გაუფრთხილეთ ერთმანეთს, აი მამისაც დიდი განათლება და მართლა ის გჭირდება თქვენ რო თქვით მამაო, რომ პროფესიონალიზმი და ხელოვნება არის ადამიანებს შორის ურთიერთობა და თუ არ გაუფრთხილდებით, ჩვენც მერე არავინ არ მოგვიფრთხილდება და ესე ცუდად დავასრულებთ რა და გაუთხილეთ ერთმანეთს აპატიეთ ყველაფერი და ცუდად არ შეხედოთ ერთმანეთს. ყოველთვის რაღაცა კარგი ამოიღეთ. ერთმანეთსაგან დაგვიწევთ, მამაო, თუ შეიძლება და გაგახაროთ. დიდ მადლობას